ლაკიფანიძე შემოსული, რომელმაც თქვა ესეთი რაღაცა, რომ იმიტომ დააკეთეს ფანჯრებივო, რომ გივისი და ვანოს ხმა გამოდიოდა ზოგიერთი საკნიდანო და იცით რა, არ ვიცი, ჩვენ ვიჯექით 4 და ეს პრობლემა არ გქონია, ცალკე ჩავკეტილიყავით, ჩავეკეტეთ საცალკე საკნებში, მაგრამ იქ იყვნენ დაჩიცაგურია, მიშა მესხი, რომლებიც ცალკე ყავდათ მოთავსებული და მერაბ ჭიქაშვილი და ნუ ეს არის წამების ფორმა. ცალკე გამოკეტილი ყავს შიგნით ადამიანები და ის ადამიანი ან დაიძახეს, მე რო ყოფილიყავი, იმ ციხისკარს ჩამოვამტვრევდი იქ. რომ ნუ 25 დღის განმავლობაში მარტო ჩავეკეტეთ ამ პირობებს. როცა ღეროდით ვახსენებდით მაგათ უფრო, იმიტომ რომ ჩვენთვის მეტნაკლებად სულუხი პირობები იყო, რო ცულობდით, გავიკითხეთ სხვათა შორის ჯორჯ ორუელის გენიალური ნაწარმოები რუსუდან კერვალიშვილი არა, ცხოველების ფერმა 84-ის საშუალება არ ჰქონდა, არ იყო ფიზიკურად და ცხოველების ფერმა ვაჩუქეთ რუსუდან კერვალიშვილს, რომელიც გვეუბნეოდა რომ გამოხვალ ყველა ცხოველი ზოგი უფრო თანასწორი ნაპოლეონი ყოველთვის მართალია სააკაშვილი ყოველთვის მართალია და ნუ გამახსოვდა ღორი ნაპოლეონის ცხოველების ფერმიდან არის ანალოგი მიხეილ სააკაშვილის. განსხვავება არ არის და ნუ რუსუდან კერვალიშვილი ალბათ წაიკითხავს ცხოველების ფერმა სხვათა შორის არ ქონია წაკითხული. და რა ვიცი, ალბათ ტელევიზიონები დაინტერესებიან და გვეტყვის რა. ბევრი წიგნი დაკითხული, მაგრამ რა. გაიცით, მე მგონია რაღაც ზევალია, თუმცა ისიც გაუმართლებელი არანაირი გამართლება არ აქვს იმ პარლამენტში ყოფნას. ჯონდი ბაღათურია ხა უნდა აღნიშნო, მამაოსავით გვიყვებოდა რომ ესე იგი ცოდვას ჩადიხართ სიმშილობა როგორ შეიძლება და მოგეთ 20 წუთია კი მართალია ხა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, პიროვნულ ყურადღებისთვის, მაგრამ ჩემთვის მაგალითად ძალიან ძნელია როცა ესე განაშაული ხდება ზოგადად ქვეყანაში და შედიხარ პარლამენტში. ხა პირადად ჯონდიზე არ ვიძახებ, ზოგადად ყველა ადამიანზე ვინც შედის რა. ჩვენი ბრძოლა გრძელდება. არ გაჩერდება და არ დამთავრდება. ეხლა мотиваცია უკვე პირადად მე შემეხო დანაშაული და ბევრად უფრო აქტიური ვიქნებით და ნუ რა ვიცი მახლობლებსაც რომელიც მეტნაკლებად პასიური იყვნენ ის ადამიანები ნუ ადრე თუ გვიან მიხვდებიან რომ ჩვენ შეგვეხო ეს და ნახეს უსამართლოდ დაჭერა რა არის. გამოვლენ ისინი. საზოგადოებას სწორედ ეგ არის, აი რომ ამობენ სამოქალაქო საზოგადოებას. აი ეს პრინციპი სწორედ ისე რომ სანამ შეგეხება. შენ სანამ შენ არ ჩაგიდებენ ნარკოტიკს, მანამდე უნდა ილაპარაკო იმას, რომელიც კანონმდებლობა არასწორია. შენ რეჟიმი არასწორად გიქ ამ რეჟიმში რაღაც გაურკვეველ რეჟიმში, კრიმინალურ რეჟიმში ცხოვრობ. როდესაც შენ სამსახურიდან გაგაგდებენ, ხოთ მაშინ გაგახსენდება რომ შრომის კოდექსი ისეთი არ არის, როგორც უნდა იყოს. და ზოგადად სამსახურს მოუწმეთ, რომელ საათზე იწყება ექსპლი არის ისე. ალბათ ამ ახალგაზრდებს რომ უსმენს ჩვენი ხელისუფლება დამატებითი мотиваცია გაუჩნდებათ საიმისოთ, რომ 30 დღიანი პატიმრობა გაიზარდოს 90. ჩემი მოსაზრება მაქვს ზოგადად ამაზე მოგვიანებით ციხეში ახალ გაუქმებიც კი ბევრი იყო იქ და პირად საუბრებიც ქონდა, ნუ ყოველ შემთხვევაში ზოგი გავიდა ეს შეგნებაზე მეტყველეს, ზოგი 1-2 იყო ინტელიგენტი, რომელიც ჩებოდა ბოლომდე და იცავდა მისას. არც ისე სავალალოა მდგომარეობა ჩვენ და ოპოზიცია უსეთმა იყიდა, ხო? გორში როგორ ფორცხიალობდა და 15-ში დარბევის დროს არის ასეთი ინფორმაცია, რომ რა თქმა უნდა ძალიან ბევრმა მიიღო მონაწილეობა დაახლოებით 400-500-მდე ადამიანმა ამ დარბევაში, მაგრამ ამბობენ რომ იყო დაახლოებით 200-ეული პოლიციელი, რომელმაც უარი განაცხადა. არა, მე დაინახეს რომ აქცია იყო აბსოლუტურად მშვიდობიანი და მათ საკუთარი შვილების და საკუთარი ძმების თანატოლებისათვის უნდა ფაქტობრივად დავამატებ ერთ ფაქტს, როცა დაბანასთან დაკავშირებით ეკა ხერხეულიძე ყვიროდა ციხის დერეფნებში მთელი ხმით, თქვენ უნდა გენახათ როგორ კიოდა რა ხალი, ისტერიკა დაემართა. ნუ კიოდა რომ ინფრასტრუქტურა არ არის რომ დავიბანოთ და გაგვასეინოთო. დღეს პირდაპირ საკნიდან საკანში მოვდივარ. გაპარსული ვარ, დაბანილი ვარ. თურმე იყო ინფრასტრუქტურა, იყო საშუალება. გვესეირნა, გვებანავა. როგორც გათოა, დღეს თურმე გამოსასვლელი დღე იყო და დღეს დაგვაბანია. არანაირი პირობა იყო. იყო ინფრასტრუქტურა რეალურად დაგვებანა და გაგვესეირნა. და ნუ იმედია აწი ვნახეთ ეს რომ არის პირობები და ეკა ხერხეულიძე ვეღარ იტყვის რომ პირობები არ არის რომ პატიმრებს დავბანოთ. მოკლედ
ძალიან მომწონს რომ ესეთი განწყობა გაქვთ, იმიტომ რომ სულ მე შემეხომლოს ადამიანი რაღაც სამართლობა საკუთარ თავზე იწვევს, არ გაბოროტდეს, რაღაც ეს ბოგმარჩეს, ისე მიხარია რომ ესეთი ხო რა ჩამოყალოს, ანუ უბრალოდ რაღაცა ესეთი დამოკიდებულება, ნიჰილიზმი, ანუ ეს ყველაზე საშიში როცა შენ აღარაფერი გინდა და რაღაც ასოწარკვეთაში ვარდები, ამაზე ფუძიდი არ მე მგონი ყველაზე მძიმე ეს არის. ძალიან მიხარია რომ ესეთი შემართული განწყობა გაქვთ, ძალიან მიხარია რომ ამბობთ და გჯერათ იმის რომ ზონას ყოველთვის აქვს აზრი. ჩემიდან იხედათ მე წინა დღეს რაღაც სუხუმის კაცებს აჩვენებდნენ ჩვენ ორივე აფხაზეთიდან ვართ ხო და სულ მაქვს ის ანუ ის განცდა რომ დავკარგე საფხაზეთი არა მაქვს ეს განცდა არა მე სულ მაქვს ეს განცდა როცა როდესაც ასეთ რაღაცას ვლაპარაკობ მე მჯერა რომ ჩვენ თუ შევძლებთ რომ შიგნით ან რაც აი შევძლებთ რომ ისეთი სახელმწიფო გავაკეთოთ რომელიც იქნება ძლიერი თავისუფლად დაცულად თავისუფლად ღირსეულად დიდარი ქვეყანა იქნება აუცილებლად შევძლებთ იმ ადამიანების დაბრუნებას ისინი ჩვენი ნაწილები არიან აფხაზეთოსების და ეს ჩემთვის არის აი როდესაც მინდა რომ უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვრო ეს პირდაპირ უკავშირდება იმას რომ მე მინდა ჩემს სახლში დაბრუნება ძალიან მენატრება ჩემი სახლი და ჩემი ეზო და ჩემი სოფელი მენატრება ბაბუშერაში ძალიან და ჩვენ ისე ნათესავები ყავს აფხაზები არიან პარლამენტში არიან ზოგიერთები უბრალოდ თქვენგან რაღაცა ხომ უნდა მოდიოდეს და მე ჩვენ ეს გამოგვივა აუცილებლად იმიტომ რომ შენაირები არსებობენ იმიტომ რომ არსებობენ ადამიანები რომელსაც შეუძლიათ ისეთი გადაწყვეტილება მიიღონ რომ ერთად ვაპირებთ ახლა ნორვეგიაში პროექტს ვაკეთებ და აფხაზებიც იქნებიან, ქართველებიც იქნები და ნორვეგიელებიც კარგი მიშა წავა ჩვენ გავიმარჯვებთ საქართველოს გაიმარჯვებს მე დათოს დედასთან ძალიან განმავლობაში მქონდა ურთიერთობა და საერთოდ ძალიან ბევრ მშობელთან ამ დაკავებული ახალგაზრდების და ეს არის მართლაც საოცარი ხალხი. ბუნებრივია ჩვენი ახალგაზრდები იყვნენ დაკავებული ამ აქციების დროს ხდებოდა და ერთგვარი უხერხულობის განცდა გვაქვს უფროსებს ბუნებრივია იმიტომ რომ არის სერიოზული პასუხისმგებლობა. მე უბრალოდ ამ ადამიანებისაგან იმხელა ემოცია და იმხელა მუხტი დავინახე რომ წარმოუდგენელია რომ იმათი შვილების ხანაირები ყოფილიყვნენ. პირველად დავინახე დედაშენის თვალზე ცრემლი მთელი ამის განმავლობაში უკვე როცა გარეთ დაგინახა და დღეს თქვენი ოჯახის წევრები არიან ბედნიერები თქვენ გარეთ ხართ და მოდით გავამხნელოთ იმათი ოჯახის წევრები მათი დედები ვინც არიან დარჩენილი პატრონებში ჯერ კიდევ და ძალიან ცოტა დარჩა მათ გამოსვლამდე ძალიან ამასწორებელი ყველა სინტიმალობა მიდაუს ნანა კაკაბაძეს ადვოკატები რომლებიც დადიან ყველა ბავშვებთან ეს დანიშნულოვანი 100-იან შეხვედრად კი მთელ დღეს რაღაცნაირად უფრო მხიარულად და ქალბატონი გენიალური ადამიანი ქალბატონ მანანას მოკლედ ჩვენ უნდა გავიდეთ რეკლამაზე და დაგემშვიდობოთ იმიტომ რომ ვიცი როგორ გელოდებიან სახლში და ნუ რაღაცა ჩვენს გულმოწყალილი უნდა ვიყოთ იმიტომ რომ შეიძლება თქვენთან საუბარი უფრო დიდხანსაც გავაგრძელოთ და მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ ავაშენებთ უკეთეს ქვეყანას, იმიტომ რომ ჯერ არსებობენ ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ იყოს სიმართლის მხარეს. ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ ასეთ საქართველოს და აუცილებლად დავიბრუნებთ აფხაზეთს და ოსებს და აუცილებლად დავუბრუნდებით სუხუმში და ცხინვალში. გავდივართ რეკლამაზე, დავუბრუნდებით ეთერში, დავრჩებით მე და ფიქრია ჭიხრაძე და ვისაუბრეთ იმაზე რა რეჟიმში ვცხოვრობთ, რატომ უნდა გვიწევდეს